საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია, ყველანი კარგად გრძნობთ თავს. მე ესე დავიწყე ჩაწერა და აღმოჩნდა, რომ გათიშულა და აღარ ავიღე, რატომღაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის. გეტყვით თემასაც, რა საკითხთან დაკავშირებით ვშლი, იმიტომ რომ თავიდან დავიწყე ყველაფერს საუბარი და გამეთიშა ფაქტობრივად ვიდეო. დღეს ვშლი ესეთ საკითხზე, როგორ აღგიქვავთ საზოგადოება, როგორი ხართ მათ თვალში, როგორ აღგიქვავთ სამყარო და როგორი ხართ სინამდვილეში. აი ესეთი თემა დავიწყე და მოდი გავიგოთ ახლა, გავაგრძელებ საუბარს კი არა და დავიწყებ თავიდან. როგორ აღგიქვავთ საზოგადოება, მეგობრებო, ასე ამ თემით დავიწყე გაშლა. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ რაც ფონად აქვს მოცემული, საზოგადოება აღგიქვავთ, რომ თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც სულ წინ იყურება. პიროვნება, რომელიც ხედავს თავის წინ გადაშლილ შანსებს, არჩევანს, პიროვნება, რომელიც არ ჩერდება და სულ რაღაცას გეგმავს, რაღაცას აკეთებს. აი, თითქოს უყურეთ, ესეთი არკანია აქ, აი ეს დედამიწა უჭირავს თითქოს ხელში, ხო? აი სამყარო უჭირავს, აი ხვდება, რომ თავის ხელშია მთელი ძალა, დედამიწა კი არა, ის სამყარო ხო რაღაცა ის თავის ხელშია მთელი ძალა და თვითონ როგორც უნდა, რა მხრივადაც უნდა, ესე წაიყვანს თავის ცხოვრებას, ასეთ პიროვნებად აღგიქვავთ პირველ რიგში საზოგადოება, ის საზოგადოება, სადაც თქვენ გიწევთ მონაწილეობას ყოველდღიურად ყოფნა, მოკლედ და ხო, ასევე მეტად ჩავშლი ახლა და გეტყვით, რომ ის ადამიანები, ის საზოგადოება, ვისთანაც გაქვთ შეხება ხშირად, ესენი აღგიქვავენ, რომ ან იციან თქვენი წარსულის შესახებ და ფიქრობენ, რომ საშინელი გულის ტკივილი, სულიერი ტკივილი გაქვთ გადატანილი, რამაც გამოიწვია თქვენი ძირფესვიანი ცვლილება, აი ტრანსფორმაცია. თითქოს მათ დაინახეს თქვენი მეორე მხარე, აი ადამიანი, ჩვენ ხო გვაქვს ჩვენში ყველას რაღაცა სიკეთეები, ხო, ესე დამალული და თქვენ თითქოს აი ამ ტრანსფორმაციით, აი როგორც ვამბობთ ხოლმე, რომ აი რაღაცა ტკივილი, რომელიც გვაქვს ცხოვრებაში, უნდა გამოვიყენოთ სწავლისთვის, ხო? აი ზუსტად ასეთად აღგიქვავთ საზოგადოება. ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ აი ამ ტკივილმა, რაც განიცადეთ, აი ამ შინაგანმა მსხვრევამ, თითქოს გაგაძლიერათ და თქვენში, რაც იყო დამალული, უფრო მეტი სიკეთეები, აი თითქოს გარეთ გამოიტანა ეს ყველაფერი. თქვენ ახლა ამჟამად მათ თვალში, საზოგადოების თვალში, წინა თქვენს ვარიანტთან შედარებით მეტად კარგად გამოიყურებით, მეტად წარმატებული ხართ, მათ თვალში უფრო აღმატებული ხართ, კი არა და უფრო აღარ ქვია მას ზეაღმატებული ხართ, იმიტომ რომ ზუსტად აი ამის გამო გაფასებენ, რომ თქვენ კი არ დაითრგუნეთ და პირიქით უკან წახვედით, არა. აი ის, რაც იყავით ადრე, 10 ჯერ მეტი ხართ ახლა, ზუსტად აი ამ სიტუაციის გამო, რამაც თქვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და ფიქრობენ, რომ აი მისაბაძი ადამიანი ხართ რაღაცნაირად, ხო? ასევე ფიქრობენ, რომ საკმაოდ მათ თვალში საკმაოდ აი ლაღი ხართ ძალიან. შეიძლება შინაგანად მაინც გაქვთ, რა თქმა უნდა, გული ტკივილი რაღაცა დონეზე, ხო, შემორჩენილი, მაგრამ თქვენი ისინი აღიქვავენ ისეთ პიროვნებად, რომელიც არის აი ბავშვად ლაღი, აი ეს რაღაც
თქვენი შინაგანი ბავშვი არ დაკარგეთ და არ გაანადგურეთ და ახლა უფრო მეტად წინ წამოწიეთ და უფრო მეტ წარმატებას აღწევთ აი თქვენი ასეთი სილაღით, ბავშვურობით, თქვენი ასეთი სისუფთავით, რაღაცა შინაგანად ძალიან ესეთ სუფთა სულის ადამიანად აღიქვავთ საზოგადოება თქვენ. ასევე ფიქრობენ, რომ იმდენზე ბრწყინავთ და ანათებთ, რომ აი მათთვის აი იქ სადაც გაქვთ ყოველდღიური შეხება, ხო, რომ მიდიხართ იმ ადგილზე, აი თითქოს ესე მზესავით ანათებთ და აბწყინებთ იქაურობას და რაღაცნაირი სითბომი გაქვთ და სილაღე. ასევე თქვენ საკმაოდ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ საკმაოდ კარიერაში ისეთი წარმატებული ხართ. იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული, ამჟამად ვიღაცა კარიერით, ვიღაცა პირადი ცხოვრებით, ხო, არ აქვს ბიზნესით, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ აი ამ ყველაფერში საკმაოდ ისეთი წარმატებული ადამიანი ხართ. ესეთ პიროვნებად აღიქვავენ, ზოგადად წარმატებულ ადამიანად აღიქვავენ რა, აი ზუსტად იმ წარსულის გამო ალბათ ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ აი მიზეზი ზუსტად ეს არის, რომ თქვენ აი ასეთი სულის და გულის ტკივილის ფონზე კი არ დაეცით, თქვენ პირიქით თქვენი სიკეთეები წინ წამოწიეთ და აღმოაჩინეთ საკუთარ თავში. შეიძლება აქამდე თვითონაც არ იცოდით რა დონეზე ბევრის გაკეთება შეგეძლოთ და აი ახლა ნელ-ნელა აი ამ ყველაფრის ფონზე ტრანსფორმირდით, ასე ვთქვათ და აი თქვენი ნათელი მხარე დაინახეთ და თქვენი ნათელი მხარე, ასე ვთქვათ, ბნელი დამალეთ და ნათელი წინ წამოწიეთ პირიქით. ძალიან კარგია, მე ვფიქრობ, რომ უზადო შეხედულობა აქვს საზოგადოებას თქვენზე. ხო, მოდი გადავიდეთ სამყაროზე. როგორ ადამიანად აღგიქვავთ სამყარო? გავიგოთ. კონცენტრირდით თქვენს თავებზე, მეგობრებო, არავინ და არაფერი არ ჩაიფიქროთ. ეს თავში უნდა მეთქვა, თუმცა თავიდან რომ დავიწყო ვიდეოს ჩაწერა ეს ყველაფერი ვთქვი, მოგამზადეთ, მაგრამ მე გაწყდა. ხო. როგორ ადამიანად აღგიქვავთ სამყარო? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, როგორ გხედავთ სამყარო თქვენ? გავიგოთ. საინტერესოა. აქ უფრო ვიტყოდი, რომ სამყაროს უფრო თქვენს მიმართ ვიდრე ემოციებზე, სულიერებაზე და ასე შემდეგ გამახვილებულია ყველაზე მეტად ყურადღება უფრო ესეთ მიწიერ მხარეზე, ხო? აი უფრო მეტად რესურსულობაზე, თქვენს რესურსულობაზე, აი ესე ვიტყოდი. ახლა აი ხა საიდან დავიწყო საუბარი, მაგას ვფიქრობ, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი შეხედულობა ამ შემთხვევაში, იცით როგორი მეგობრებო? ადამიანი, რომელიც ნელ-ნელა ბევრი შრომით აღწევს თავის გეგმებს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია უზომოდ ბევრი შრომა და შეუძლია არა, ესე გხედავთ, რომ შრომობთ ბევრს ძალიან. ოღონდ ესე უცებ კი არ მოგდით თქვენს ცხოვრებაში წარმატება და ფინანსები და ასე შემდეგ, არა. ბევრი შრომის შედეგად და თქვენში დევს ეს რესურსი, რომ ბევრი შეგიძლიათ იშრომოთ, ბევრი აკეთოთ. შეიძლება მთელი დრო ამ ყველაფერს დაუთმოთ, რითიც ხართ დაკავებული, ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან სტაბილურად არ ვითარებთ თქვენს ცხოვრებას, აი ესე ვიტყოდი.
ასე გხედავთ სამყარო. შეიძლება ხართ ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ, ყურეთ, აქაც პენტაკლებია, ოღონდ პაჟია პენტაკლების, არ ეშინიათ რაღაცის სულ თავიდან დაწყება. აი ვიღაცა შეიძლება არ ვიცი, ასაკის მიუხედავად უცებ ადგეს და გადაწყვიტოს უნივერსიტეტში ჩაბარება თუნდაც, ხო? აი რაღაცის სწავლა, რაღაც კურსების გავლა. შეიძლება იმ ასაკში ვიღაცა სხვა მიფიქროს, რომ რაღაც დროს ჩემი ეს არის, მაგრამ თქვენ სამყარო თქვენზე ესე ფიქრობს, რომ თქვენ არა, აი თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში ნულიდან თავიდან დაიწყოთ ყველაფერი, თან ისე კი არა ისწრაფ-სწრაფად, არა, აი ნელა განავითაროთ, ბევრი ისრომოთ, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა ახალი შექმნათ, რაღაცა ახალი დაიწყოთ. აი თქვენში ეს დევს, აი რესურსული პიროვნება ხართ ძალიან, აი ერთი სიტყვით რომ ვთქვა, შეიძლება აი ესეთი ენერგიებიც მომდის ახლა, რომ დავუშვათ ხო ხართ ერთი პროფესიის და მე უცებ ასაკის მიუხედავად მოგინდათ რაღაცა სხვა რამის შესწავლა და დაიწყეთ სულ თავიდან ყველაფერი და გადაერთეთ იმ სხვა ასე კარიერაზე თუნდაც საერთოდ შეიძლება იმასთან შედარებით, რასაც ადრე აკეთებდით, საერთოდ სხვა რამე იყოს და სულ თავიდან მოგიწევთ სწავლა, ისწავლით, არ გაქვთ პრობლემა ამაზე და გადაერთობით ახლა აი ამ სხვა საკითხზე, სხვა იმაზე სხვა სტილის სამსახურზე თუნდაც ან სხვა ბიზნესზე თუ ბიზნესით ხართ დაკავებული ხარ, ან თუ რაღაცა საჯარო სამსახურში იყავით, გადაწყვეტთ ახლა რომ რაღაც ბიზნესი შექმნათ და თქვენ იყოთ თქვენი თავის ბატონ პატრონი და არავინ არ გყავდეთ ესე თქვენზე მაღლა მდგომი. ხო, აი ესეთი პიროვნება ხართ და ესე აღგიქვავთ სამყარო თქვენ. რესურსულ ადამიანად, რომელსაც შეუძლია ყოველ წუთში დაიწყოს ნულიდან და იმ ნულიდან დაწყებულზე ააშენოს რაღაცა ძალიან მყარი საფუძველი. აი ესეთ პიროვნებად აღგიქვავთ სამყარო. რაც ყველაზე ის არის ხაზი უნდა გაუსვა ამას, აი ეს ყველაფერი თქვენ გაბედნიერებთ, ამას ფიქრობს სამყარო. იმას კი არ ფიქრობთ, რომ აი ეს აუცილებელია, ეს უნდა გავაკეთო, ვალდებული ვარ, ეს რაღაცებად არა. აი თქვენ ისეთი ტიპაჟი ხართ შინაგანად, თუ აი ეს პროცესი გაბედნიერებს თვითონ, რომ რაღაცას ნულიდან იწყებთ, რაღაცას თავიდან ქმნით, აი ეს მდგომარეობა თქვენზე დადებითად მოქმედებს. კარგი, მოდი ახლა ვიკითხოთ სინამდვილეში როგორი პიროვნება ხართ. აი თქვენ სინამდვილეში რას წარმოადგენთ მართლა, მინახავთ. სამყარო ასე გხედავთ, საზოგადოება ესე, მაგრამ სინამდვილეში ვინ ხართ, როგორი პიროვნება ხართ, გავიგოთ. ვაუ. წეგან სამყაროს შეხედულობას ქონდა თქვენზე და რა ფონით ამომივიდა, იგივე ფონი ამომივიდა ახლაც. ძალიან საინტერესოა ხოლმე ესეთი დამთხოვები, როდესაც ხდება. ანუ ყურეთ სამყაროს სწორად აღგიქვავთ, ხო? აი როგორიც ხართ სინამდვილეში, ისეთად აღგიქვავთ სამყარო. ან სამყარო როგორადაც აღგიქვავთ, სინამდვილეშიც ისეთი ხართ რაღაცა დოზით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აი აქაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ შეგიძლიათ ყველაფრის თავიდან დაწყება. სწავლის, ბიზნესის, სამსახურის, ერთი სამსახურიდან მეორეზე გადასვლის და ასე შემდეგ. ანუ ამაზე პრობლემა არ გაქვთ. სინამდვილეში როგორი ხართ? პირველ რიგში გავამახვილებ, აქ ორი დიდი არკანი ამოგვივიდა, უმაღლესი არკანი ამოგვივიდა, უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ
ამ ენერგიებზე რა, აი ამ უმაღლესი არკანის ენერგიებზე, რაც გვეუბნება იმას, რომ საკმაოდ სამართლიანი პიროვნება ხართ. ვფიქრობ იმას, რომ ეს სამართლიანობა ზოგადად კი არ გაქვთ, ანუ ესე ზოგადად სხვა ადამიანებზე ან ზოგადი სამართლიანობა კი არ არის თქვენში, არა. ისიც, მაგრამ პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ საკუთარ თავთან ხართ ძალიან სამართლიანი პიროვნება. საკუთარ თავთანაც, სხვასთანაც, აი თქვენში საკმაოდ არის აი ეს მიდგომა, რომ არ იყოთ უსამართლო ადამიანი. მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ღრმა პიროვნება. აი შინაგანი სიღრმე გაქვთ უზომოდ, აი რაღაცნაირი ემოციური ხართ. შეიძლება ამ ყველაფერს ესე იმ დონეზე არ გამოხატავთ გარედან იმ ემოციებს, რასაც შინაგანად განიცდით და როგორადაც გრძნობთ ხოლმე რეალურად თავს, მაგრამ თქვენი შინაგანი სამყარო უფრო მეტად ღრმა არის, უფრო მეტად ემოციურია, ვიდრე ამას გარეთ გამოხატავთ. ამ სიღრმეების მიუხედავად და ამ სიღრმეს ყოველთვის მოსდევს ხოლმე რაღაცნაირი დაბნეულობა, შიშები, ხო, რაღაც კითხვის ნიშნები საკუთარ თავთანაც, სხვა ადამიანებთანაც, საკმაოდ ისეთი პიროვნება ხართ, შეიძლება რაღაც საკითხებზე ცოტა ბევრი კითხვის ნიშნები გქონდეთ ხოლმე და გაშინებდეთ ან გაბნევდეთ რაღაც საკითხები, იმიტომ რომ ეს თქვენი შინაგანი სიღრმიდან გამომდინარე, აი თქვენ თვითონ გაბნევთ თითქოს აი ეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა. თუმცა საკმაოდ იცით როგორი პიროვნება ხართ ასევე ძალიან სუფთა, აი წაღანაც ხომ აღნიშნე, აი რაღაცნაირი სამართლიანი, სუფთა სულის პიროვნება ხართ. ძალიან შეიძლება აი ბავშვურადაც, საზოგადოებაც როგორც გიყურებდათ ხო, აღნიშნე მაშინაც, რომ აი ეს შინაგანი ბავშვი ძალიან გაქვთ წინ წამოწეული და ეს გეხმარებათ, რომ აი ეს შინაგანი სიღრმე და აი ძალიან რაღაცა ბუნდოვანება, გაურკვევლობა, აი რაღაცნაირი შიშები, ხო, რაც გაქვთ. აი ეს თქვენი შინაგანი ბავშვი გეხმარებათ, რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, ან ძალიან არ ჩაუღრმავდეთ ამ ყველაფერს, ხო? და უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ლაითად შეხედოთ თქვენს პიროვნებას. იმიტომ რომ საკმაოდ იმდენად ისეთი დამაბნეველი ხართ ხოლმე საკუთარი თავისთვისაც ზოგჯერ, რომ აი ეს ხასიათი რომ არ გქონდეთ, აი ეს რაღაცნაირი წრფელი ბავშვური, ხო, და აი ცოტა ისეთი ლაითი ხასიათი, აი ამ თქვენს სიღრმეს ვერ გაუძლებდით და შეიძლება გქონდეთ საკმაოდ ისეთი მდგომარეობა, რომ აი ხშირად დეპრესიული, ხშირად უხასიათობა და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ საკმაოდ აი ეს ხასიათი, აი ეს სიწრფელე, ეს ბავშვურობა ძალიან ბევრ რამეში გეხმარებათ. აი ამ მდგომარეობიდან ცუდი კი არ არის ეს, ძალიან ღრმა არის და ძალიან სულიერია, მაგრამ რთულია ასეთ, აი როგორ გითხრათ, რთულია თქვენთვისაც საკუთარი თავის შეცნობა,
და სხვა ადამიანისთვისაც თქვენი შეცნობა, მაგრამ რადგანაც უფრო გარკვევით რო ვისაუბრო, ხო? აი, რადგანაც თქვენ გაქვთ აი ასეთი ბავშვური და ასეთი წრფელი ხასიათი და ამავდროულად სამართლიანი, ხო? თქვენ აღარ უღრმავდებით აი ასე ძალიან საკუთარ შინაგან შიშებს, სიღრმეებს და უფრო მეტად ლაითად უყურებთ საკუთარ თავს. ამიტომ ხედავთ საზოგადოებაც აი ასეთ ბავშვურ და ასეთ ლაღ პიროვნებად. სინამდვილეში საკმაოდ ღრმა და საკმაოდ ესეთი გაურკვეველსაც ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ აი უფრო მეტად გადმოსცემს სიტყვა ღრმა აი ამ მდგომარეობას, როგორიც ხართ სინამდვილეში თქვენ საკმაოდ ესეთი სულიერი ადამიანური პიროვნება. აი ესე დაგახასიათებდათ, ასე გახასიათებთ ტარო. ასეთი ხართ სინამდვილეში. მაგრამ რადგან რთულია რომ აი ესეთი სიღრმეებით იცხოვრო ამ სამყაროში და ყოველ წუთში გამოავლინო ყველა საკითხთან დაკავშირებით აი ამ დონის სიღრმე, ამ დონის ემოციურობა, ხო? ამიტომ გაქვს ბოცებული ასეთი სილაღე, სიყვარულის გადმოცემის უნარი, გაზიარების უნარი, რომ შენ ეს ყველაფერი არ გაშინებდეს და არ გთრგუნავდეს რა შინაგანაც. ამიტომ სინამდვილეში ხარ აი ასეთი. ამან საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე თქვენს მთვარეზე, თუმცა ვისაც რეზონირდება დამიწერეთ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო პიროვნება ხართ, საკმაოდ ადამიანური ხართ და ვფიქრობ, რომ რაღაც უნიკალური დევს, ყველა ადამიანში დევს, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენში, ახლა ამ შემთხვევაში თქვენს ვსაუბრობ, თქვენში დევს აი ასეთი დონის უნიკალურობა, როდესაც ადამიანი გაგიცნობთ, შეიძლება საკმაოდ ლაღი და გულწრფელი და ესეთი მოეჩვენოთ, მაგრამ თქვენი შინაგანი სამყარო უფრო მეტია, ვიდრე ამას გარეთ ამჟღავნებთ. და როდესაც უფრო მეტად გაგიცნობენ ადამიანები, ხვდებიან ვისთან აქვს საქმე. რომ არც ისეთი იოლია თქვენნაირ თუ ქალბატონი ბრძანდებით, თქვენნაირ ქალთან ურთიერთობა და თქვენნაირ ქალთან ყოფნა არის თან დიდი ბედნიერება და თან ძალიან ყურადღებით, დაფიქრებით ყოფნა და რაღაც ზედმეტი საქციელები, ზერელეს სიტყვები და ასე შემდეგ თქვენთან ზერელი ქმედებები თქვენთან არ მოქმედებს და თუ ამას მიხვდება ადამიანი, თქვენთან ყველა ბედნიერი იქნება. თუ ვერ მიხვდა, ალბათ თავის გზას გაუყენებთ. ვერთ ჩემო რამდენი ვისაუბრე. სინამდვილეში როგორც ხართ, ამაზე ძალიან ბევრი საუბარი მომიწია, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა. წარმატებებს გისურვებთ, 7 ღამეს გისურვებთ. ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და ძალიან მაბედნიერებთ ასეთი თბილები რომ ხართ. და დამიწერეთ ხოლმე კომენტარებში დაწერეთ, რა საკითხზე გნებავთ გაშლა, რომ თუ რაიმე განსხვავებული თემა იქნება, აუცილებლად ავირჩევ და გავშლი ამ საკითხზე.
პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591 16 33 25. დროებით